ჯეიმს ვები კიდევ 20 წელი იმუშავებს, თუმცა NASA მისი შემცვლელის საკითხზე უკვე მუშაობს. დიდი ალბათობით ახალი ტელესკოპი, რომელიც თავისი პარამეტრებით ვებს აღემატება, მინიმუმ ოპტიკურ და ინფრაწითელ დიაპაზონში იმუშავებს, შეიძლება ულტრაიისფერშიც. ასეთ ინსტრუმენტს ბევრი დავალება ექნება. პირველ რიგში სამყაროს სულ პირველი ვარსკვლავების დანახვა და დედამიწის ტყუპების, ანუ მსგავსი პლანეტების ატმოსფეროს დეტალური შესწავლა. შესაძლოა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური, მაგრამ კონკრეტული და მიღწევადი მიზანი სწორედ იმ 30 წლიანი პერიოდის მიჯნაზე, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ. და შავი ხვრელები, ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტი კოსმოსური ლაზერული ინტერფერომეტრი ELISA სავარაუდოდ 2027 წელს დაიწყებს მუშაობას. მისი მთავარი ამოცანაა ზემასიური შავი ხვრელებისგან გამოსხივებული გრავიტაციული ტალღების შესწავლა. მოგვიანებით კი განხორციელდება მსგავსი, მაგრამ არა იდენტური ჩინური პროექტიც. გავიხსენოთ შავი ხვრელების სურათები გალაქტიკა M87-ში და ჩვენი გალაქტიკის ცენტრში. მოპოვებული მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის EHT-ის მიერ. ეს არის რადიოტელესკოპების სისტემა, რომლის შემადგენელი ტელესკოპები მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. როგორც წესი, ეს ინსტრუმენტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებსა და ორგანიზაციებს ეკუთვნის, დამოუკიდებელ ამოცანებს ასრულებენ. ზოგჯერ კი ერთობლივ დაკვირვებებსაც ახორციელებენ. ასეთ შემთხვევაში ის უკვე დედამიწის ზომის ტელესკოპის EHT-ის ექვივალენტური ხდება. ეს სისტემა გაფართოვდება და გაუმჯობესდება. მომდენო 30 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე შავი ხვრელის ახლოს სივრცის ფოტოები გვექნება, თან უკეთესი ხარისხით. ეს ყველაფერი კი ძალზე მნიშვნელოვანია გრავიტაციის ბუნების შესასწავლად. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული ვარსკვლავური მასის შავ ხვრელებს, ახლა გრავიტაციულ ტალღებზე დაკვირვების მეოთხე ეტაპია დაწყებული. ამჯერად ერთდროულად 4 დანადგარი იმუშავებს. 2 LIGO ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპული VIRGO და იაპონური კაგრა. მომდენო 10 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე დაკვირვება და დეტექტორების მგრძნობელობის ზრდა იგეგმება. ამის გარდა კვლევაში ჩაერთვება კიდევ ერთი LIGO-ს ანტენა ინდოეთიდან. მომდენო 30 წლის განმავლობაში შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებებზე დაკვირვებით მეტს გავიგებთ, თუ როგორ იქცევა მატერია ამ ობიექტების სიღრმეში მოხვედრისას. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.